დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით საპატრიარქომ სამჯერ ითხოვა პროევროპულ აქციებზე დაკავებულების გათავისუფლება, მათ შორის მზია ამაღლობელის. ორჯერ თავად მქონდა საუბარი და ერთხელ მეუფეშიომ უშუალოდ პრემიერთან დააყენა ეს საკითხი, ამბობს ჯაღმაიძე. მისივე თქმით, ამ საკითხს მსვლელობა არ მიეცა. რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობები საქართველოს ეკონომიკის განვითარების გასაღებია, ამტკიცებს რუსეთის დუმის დეპუტატი დიმიტრი ბელიკი. მისი თქმით, რუსოფობიური ქვეყნების წაქეზებით მოქმედებამ შესაძლოა გააუქმოს ყველა ის სიკეთე, რაც ბოლო დროს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში გაჩნდა. დუმის წევრი იმ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც თითქოს რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოშვებაზე უარის თქმის შემთხვევებმა იმატა. ირანში ანტისამთავრობო გამოსვლები გრძელდება, ზოგიერთ პროვინციაში დემონსტრაციები ძალადობრივ შეტაკებებში გადაიზარდა. ადგილობრივი სახელმწიფო მედიის ცნობით დაღუპულია სულ მცირე 7 ადამიანი, 100-ზე მეტი კი დააპატიმრეს. აიათოლას რეჟიმის წინააღმდეგ გამოსვლები ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების გამო დაიწყო. მაღალმა ინფლაციამ პროდუქტის ფასების 60-70%-იანი ზრდა გამოიწვია. უკრაინამ რუსეთში სამარის ოლქის 2 ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა, რასაც მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი მოჰყვა. რუსებმა კი ღამით დნეპროპეტროვსკის რეგიონი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაშავდა.